მოგესალმებით მეგობრებო. სამზარეულოდან. აბა როგორ ხართ, ხომ ხართ ყველანი კარგად? დავიკარგე მე ისევ, მაგრამ ეხლა გამოვჩდი, როგორც ხედავთ, ისპანახს ვაკეთებ ჩვენებურად. გუშინ დიდუბეში ვიყავი გასული. მე თვითონ ვიყავი გასული. გზებს ვამუღამებ ხალხო, გზებს. მოკლედ ადაპტაციას გავდივარ, ყველაფერს ვეჩვევი. ხო და გორგიაში შევირბინე რა. ანუ იქ რომ მიჩვეული ვიყავი თურქეთში სულ სახში რომ ვიჯექი. ეხლა აქ როგორ ვარ იცი, აი სულ გასვლა მინდა. ხან პარკში მივიდივარ ხოლმე, და გზები რო არ ვიცოდი, მარტო ვერ გავდიოდი, ხან ჩემი ბიჭი მომყვებოდა ხოლმე, ხან ჩემი ზარი მომყვებოდა ხოლმე. და გუშინ თქვი რომ თან ისეთი კარგი ამინდი იყო გუშინ თქვი მარტო უნდა წავიდე თქო. ეგრე უფრო ვისწავლი გზებს თქო. წავედი მარტო. ჩავედი დიდუბეში, შევედი გორგიაში, რაღაცეები ვიყიდე. ოჯახისთვის რა თქმა უნდა, ხო იცით მე ესა ოჯახონითების ყიდვა როგორ მიყვარს. ხო და ხელს გამოვაყოლე ერთი სიტყვით, ისპანახი რაღაცეები წამოვიღე რა, ხილი წამოვიღე. ამათმა ბავშვებმა ხო საერთოდ ხილის ჭამა და ბოსტნეულის ჭამა არ იციან და ანუ ვცდილობ რომ რაღაცნაირად მიეჩვიონ ბოსტნეულს, ხილს და ხშირად ყიდულობ ხოლმე რა ესეთ რაღაცეებს. ხო და ეხლა ვაკეთებ ისპანახს. მოკლედ სამზარეულოში ვტრიალებ. ეხლა რაც შეეხება სად დავიკარგე, რატომ არ ვჩანდი, ხალხო მე იმდენად მოწყურებული ვიყავი აი ამ ყველაფერს, აი თავისუფლებას დილით რო დგები და ტვინი იმით არა გადაღლილი რომ აი მე ავდგებებს გამოუცვალო და ვაჭამო და და ჰუ და პატრონი არ მოვიდეს და სახლი დავალაგო და ყველაფერს ესე რო ვაკეთებდი ხოლმე. მოკლედ მინდოდა რომ აი რაღაცნაირად გამოვთიშულიყავი რა ამ ყველაფერს და წავედი სოფელში, ვიყავი გორში, ერთი სიტყვით მოვიარე ყველაფერი რა, ქვეყნიერება მოვიარე, გული ვიჯერე, რაც იმ დროის განმავლობაში ჩაკეტილი ვიყავი იქ. აი მე ხალხო, აი მე რა კარგია თავისუფლება. დილით რო დგები და რო არ გაქვს საფიქრალი რო არ გაქვს, ვაიმე ის არ დამადგეს თავზე, ვაიმე ეს არ დამადგეს და შენ რაც მოგესურვება იმას რო აკეთებ. ხო და ამიტომ არ ვჩანდი ხალხო რა. გამიგეთ. ცოტა ხანი მინდოდა რომ აი თავისუფლად ჩემნებაზე ვყოფილიყავი და ეხლა რაღაცნაირად ჩავდგები რა რეჟიმში. გორში ჩემი დიშვილია თავის პატარა გოგონასთან 6 წლისაა. ხო და ანუ სოფლიდან წავედი პირდაპირ გორში. ერთი რამდენიმე დღე იქ დავრჩი, გული ვიჯერე იქაც, მოვისიყვარულე ჩემი დიშვილი. გამომეტირა რომ წამოვედი იქიდან რა თქმა უნდა. ეხლა არ ვიცი როდის მოვახერხებ კიდე ჩასვლას ვერ გეტყვით. და მოკლედ აი ესე რა. ხანის, აი ჩემი ქვაბები ესენი მეგობრებო ნახეთ. ჩემი ქვაბები როგორ მადგება, რა კარგია რომ ვიყიდე რა, ნეტა კიდე იყოს საშუალება რომ ვიყიდო. ისინი რა ქვია ეს ქვაბები და რაღაცეები. მოკლედ აქ არ გაიკვირვოთ ეხლა რასაც ხედავთ, იმიტომ რომ პატარა სამზარეულოა და არაფერი არ ეტევა და ვცდილობ რომ ესე სადმე გადავდო ხოლმე, დავდო. ნუ სხვა გზა არ არის. ნუ რა თქმა უნდა ვგეგმავთ ბინის შეცვლას და გაფართოებას, იმიტომ რომ ეს უკვე სამი ადამიანისთვის ეს ფართი არის ძალიან პატარა. და რა ვიცი, მუშაობას რო დავიწყებ, აუცილებლად უნდა შევიცვალოთ. იმიტომ რომ არაფერი არ გვეტევა ხალხო, არაფერი არ გვეტევა აქ, აი მაქსიმალურად ვცდილობ რომ აი რაღაცა კომპაქტურად, რაღაცა ისე რა გავაკეთო, რომ ყველაფრის რამდენი რამე არ მაქვს გამოღებული. სად დავდიო? ეს ორი კარადაა მარტო ხალხო. ეს მე ჩამოვიტანე იქიდან ეს სუნელების ჩასაყრელი და ძალიან გამოგვადგა.
აი აქ დავკიდეთ ესე, სხვაგან არ დაიკიდა, უბრალოდ ვიფიქრეთ და სხვაგან ვერ მოვახერხეთ. ხო და რა ვიცი, აბა დავიწყო ჯერ მუშაობა და მე ალბათ ბინის მოძებნაზეც ვიფიქრებთ რა, 1-2 ოთახიანი გვინდა, მაგრამ ისეთი ძვირია ხალხო ბინები. არ ვიცი უბრალოდ როგორ უნდა გადაიხადოს ადამიანმა, 1000 ლარი რო ახელფასი ხალხო და 1000 ლარები და მეტი რო ღირს 2 ოთახიანები. ანუ ქირა უნდა იხადო თუ ჭამო თუ გადასახადები იხადო, ანუ რაში უნდა გეყოს? 1500-იც არ გეყოფა დაჟე. ვინც ქირით ცხოვრობს, ხო? აუცილებლად 2 ან 3 ადამიანმა უნდა იმუშაოს ოჯახში, ხო და რავი, რაღაცას ვიზავთ ხალხო, რაღაცა იქნება ღმერთის წყალობით რა. ნახოთ. ერთი სიტყვით. ეხლა ამას დავაფარებ მე. დაბალზე დავაყენებ და ჩაიშუშოს. ჩვენებურად ვაკეთებ ისპანახს. ქინძი მაქვს აგერ აქ გამზადებული, ქინძს დავამატებ უცხოსუნელით შევაზავებ, მე კვერცხს მოვახლი და გამოვაკარგი. იმათებურად არ მინდა რომ გავაკეთო, იმიტომ რომ ჩემი ბიჭი ძალიან წუნია საჭმელებში. ვაიმე რა წუნია ბოსტნეულს ხო საერთოდ არ ეკარება, მაგრამ ეხა ნელა ვაჩვევ ყველაფერს, აგერ სალათის ფურცლები მაქვს გამზადებული. აი, სალათი უნდა გავუკეთო და ვაჩვევ ერთი სიტყვით. ხილს არ ეკარებოდნენ საერთოდ და ხილს რო ყიდულობ და იმაშვები, ანუ თან ვაძალებ ხო, ვეუბნები ხოლმე ჭამე და თან ვუხსნი რომ აი ვიტამინებია და ესია და ისია და დაიწყეს ჭამა. ჭამენ. ხო, ერთი სიტყვით ხო, აქეთ კიდე თევზი მაქვს გამზადებული, აი ეს თევზი უნდა შევწვა. მოგეთ თევზს შევწვალ დღეს. ისპანახი გვექნება, სალათი გვექნება და ნუ მოკლედ მეტი არაფერი არ გვინდა. მე კიდე მაქვს იმაში მაცივარში თევზი. სკუმბრია მაქვს ნაყიდი. თევზის წვნიანს გავაკეთებ მე. ნუ კვირაში ერთხელ მაინც თევზი აუცილებელია და ანუ ვცდილობ რომ კვირაში ერთხელ მაინც თევზი ჭამო. და ბოსტნეული ხო ყოველდღიურობაში აუცილებლად უნდა იყოს. თორე ესენი მიეჩვენენ უკვე სუა ესე სუხოიპაიოკებს შრალი საჭმელები. რავი, სამსახური ახლა ხალხო რავი ალბათ გაინტერესებთ სადმე ხوار ვაპირებ მუშაობის დაწყებას. ნუ ჯერჯერობით ვერაფერი ვერ ნახე. არის იცით მოხუცების უცადეთ ერთი წუთით შემოვატრიალებ ცოტა. ვაკანსიები არის მოხუცების მოვლაზე, ძიძებზე, ოღონდ 24 საათიანები არის ძირითადად. 24 საათიანი კიდე არ მინდა. იმიტომ არ მინდა რომ მე ზუსტად იგივეს გავდიოდი იქ და თუ იგივენაირად ვიქნები ახლა აქაც 24 საათი მე სხვაგან ვიქნები სახში არ ვიქნები, ანუ რა აზრი აქვს მაშინ ყოფილიყავი იქ ნორმალურ ხელფასს მაინც ავიღებდი ხუასია და ანუ 24 საათიანზე მუშაობა არ მინდა სიმართლე რო გითხრათ, მაგიტო და აი რა არის იცით სწორად გამიგეთ რომ როცა ამდენი წელი ახლა სულ ესე გამოკეტილი ვიმუშავე და ანუ აღარ მინდა რა. აღარ მინდა. ადრე მე გითხარით თუ გახსოვთ მე მარკეტში მუშაობას არ ვაპირებ თქო საქართველოში რომ ჩამოვალ მეთქი, მაგრამ მაქსფეროს მე ვერსად ვერ გავექცევი, ანუ სტარტისთვის ფიქრობ რომ მომიწევს მარკეტში მუშაობა და გეტყვით მე ხა აი პროგრამებთან რომ მუშაობენ მოლარეები ხო, მაგასთან გამოცდილება არ მაქვს, აბა მე წლებია იქ თურქეთში დავდივარ და საერთოდ მაქსფეროში შეხება არ მქონია ხო და მინდა რომ გამოცდილება მივიღო, ვისწავლო, დავამუღამო და მე ვნახოთ ერთი სიტყვით, მოგლეთ სტარტისთვის ფიქრობ რომ მაქსფეროში მომიწევს მუშაობა, მაგრამ რა იქნება, როგორ იქნება, ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა, ბევრ რამემ გაოცება გამოიწვია ჩემში, აქ რაც ჩამოსული ვარ ახლა და რაც დავინახე, მოკლედ რაზეც საუბრობდი ხოლმე იქ ყოფნის პერიოდში, რომ მარკეტებში ანუ
დახზე სხვა ფასი უდეთ და სხვა ფასად გიტარებენ, ეგ კატასტროფა ხდება საქართველოში მაგ კუთხით. და აი კიდე რა ვიცი, ბევრი რამე ახლა აზრად არ მომდის, მაგრამ აი ესე ეტაპობრივად გაგიზიარებთ ხოლმე რა იწევს ჩემში გაოცებებს. მოკლედ ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, ხო, აი უპატრონობაა რა, უპატრონობაა. აი ხშირად მithქვია ხოლმე რომ აი ბავშვებთან ერთად ხო რომ რაღაცა პრობლემა დამინახია, მithქვია ხოლმე ვაიმე ეს რო იქ გააკეთოს ვინმე ესე ხო იმხელა თანხებით დააჯარიმებენ მეთქი. აი ძალიან ბევრ რამე მიიქცია ყურადღება აქ. მოკლედ ერთ სიტყვით ამაზე მე ეტაპობრივად ვისაუბროთ. ეხა რა უნდა გითხრათ ხალხო? გორში რო ვიყავი წასული გაოცებული დავრჩი, გაოცებული. მე გორში რა ვნახე? თბილისში არ მინახია მსგავსი რამე. აი იშვიათი, მაგრამ გორში მძღოლები თუ არ გაოცებული ხალხო როგორ უთმობენ გზას, მით უმეტეს ბავშვთან ერთად თუ გადადიხარ. არა აქვს მნიშვნელობა ზებრა იქნება თუ ზებრის გარეშე, ვაიმე გავგიჟდი. რა მაგარი მძღოლები ყოფილან გორში. შეგნებული მძღოლები. ჩემი დიშვილი გამყავდა ხოლმე იქ მარკეტში და გზაზე გვიწერდა ხოლმე რა გადასვლა და არ ვიცი. აი გზასთან დავდგავდი თუ არა ნაბიჯს აი ელოდები ხო გაატარო მანქანა და უნდა გადახვიდე. აი დაგინახავენ თუ არა რომ გადასვლას აპირებ, მაშინვე გიჩერებენ თუ ბავშვთან ხარ ხო საერთოდ. მოკლედ არ ვიცი, მაგ კუთხით არ ვიცი აქ თბილისში მე რაც დავინახე ახლა ეგრე არ ხდება აქ. აქ უფრო ცუდი ამბავია მაგ კუთხით. აი ეს უყურეთ ახლა როგორი დაბალია ჩემთვის, აი ეს ნახეთ. იქ რომ მიჩვეული ვიყავი მაღალი სამზარეულო იყო. არა ვეჩვევი აქაც უკვე. ყველაფერს მივეჩვევი ალბათ. ყველაფერს. გინდა არ გინდა მიეჩვევი. იმ უწესრიგობასაც მივეჩვევი. ალბათ რა ვიცი. აი ესეთი ამბებია ხალხო, ალბათ რა ვიცი. ამის მერე ანუ ვეცდები რომ რეჟიმში ჩავდგე რა, ეხლა მეთქი ბარემ სოფელი მოვიარო თქო, გული ვიჯერო თქო. იმიტომ რომ რაც ჩამოვედი მე აქ საქართველოში ხო მარტო ლაივში შემოვედი და всё იმის მერე უკვე რამდენი ხანია დაკარგული ვარ და ვიცი რომ თქვენს გაინტერესებთ რა ხდება, რატომ დავიკარგე ხო მშვიდობა, ყველაფერი კარგად არის ღმერთის წყალობით და კიდე უფრო უკეთესად იქნება მე მაგის მჯერავს. ეხლა რაც შეეხება იქ თურქეთში ბებოს ამბები ლაივში კი ვთქვი ზოგადად ვისაუბრე, მაგრამ ეხლა შეიძლება ახლებიც უყურებდნენ ამ ვიდეოს და მოკლედ ბებო ბოლო ხანებში სანამ წამოვიდოდი დაემართა ეპილეფსია, საავადმყოფოში რომ წავიყვანეთ რაღაცა წამალი დაუნიშნეს და იმ წამალმა და მაგ ეპილეფსიის მერე საერთოდ მოწყდა და საერთოდ გაითიშა, გონება გაითიშა, ვეღარც ვაჭმევდი, აღარც ფეხებში ძალა ქონდა, ისე მიჭირდა მოვლა რომ არ ვიცი და თან ექიმმა უთხრა მერე რომ ანუ შლანგი უნდა ჩაედგასო უკვე კუჩიო და ეს უკვე მწოლიარე უნდა იყოსო და არა ამისი გოგო არაფრის დიდებით ანუ არ ვიცი სიამოვნებდა ეს რო იტანჯები შენ როგორც მომლელი რო გაწვალებს ხედავს რო წვალობ ხო ადამიან ბიჭო ან დედა შენს რას ტანჯავ ან მე რას მტანჯავ სრულფასოვნად რო არ იკვებებოდა ის ქალი ხო უნდა იფიქროს რამდენჯერ აი ბოლო ხანებში უკვე ისე იყო მე მაგას ვატყობდი იცით მანამდე სანამ ეპილეფსია დაემართებოდა ვატყობდი რომ ეს ქალი უკვე всё დიდი ხანი ვეღარ გაქაჩავდა ხო და იმიტომ რომ ყლაპვა უჭირდა უკვე წყალს რო ვასმევდი სუ იხჩობოდა წყალსაც აღარ სვავდა არ უნდოდა ვაფშე გონება ეთიშებოდა რა ვეღარ საჭმელს ჭამდა ვერაფერი მოკლედ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო რა უკვე
ბოლო პერიოდი, მაგრამ აი ის რომ მწოლი არა ყოფილიყო და ეს შლანგი როგორც ექიმმა უთხრა, არა ფრიზდიდებით არ აკეთებს. არ ვიცი. ეხლა ვინ ყავს, შეიძლება თუ ყავს მომვლელი ვინმე, გეტყვით რომ ვიღაცა უზბეკი ყავს, მაგრამ უნდოდა რომ თავშესაფარში ჩაებარებინა, 7 თებერვალს უნდა ჩაებარებინა, მაგრამ ადგილები არ არის, ხალხო გადავსებულია იქ თავშესაფრები. და ამიტომ რიგს ელოდება და სანამ რიგი მოუვათ, აიყვანეს უზბეკი თურმე. უზბეკი მუშაობს. საბუთებს ვეღარ გააკეთებს, ეგ ვერ გაუკეთებს. ხო და რა ვიცი. თან გაუფრთხილებია ისო ანაო რო დარეკავსო, თუ იკითხავ აქაური ამბებიო, არაფერი არ უთხრავ, ნუ ერთს უთხრა რა. აი, ვითომ მაგით რა? კაი, მე რო ვიკითხავ ამბებს, მე ვიკითხავ, იმიტომ რომ მაინტერესებს, ხო ასია. ბებოს მდგომარეობა ბოლო-ბოლო ამაგი მაქვს მე მაქალზე, ხო და აი მაგით რა დაშავდება, რომ მე ბებოს ამბავი ვიკითხო, მაგრამ აი ეგეთი უარგისი ადამიანი იყო, აი ეგეთი უარგისი იყო. ავადმყოფი, ფსიქოლოგიურად ავადმყოფი ადამიანი იყო, მომიშალა ნერვები. ეს სხვა რა ხდება, რავი, ჩემ კბილებთან დაკავშირებით ველოდები 6 თვე გავიდეს, რომ მე 6 თვის მერე უნდა ჩავიდე მე იქ იმაში თურქეთში და მივიდე მაგ ექიმთან. რავი, რა იქნება, როგორ იქნება, მაგაზე მერე ვისაუბროთ, მაგრამ მანამდე აქ რო ეს იმპლანტი ჩამისვა, კარგად არის და ის ჩანს კიდევაც, რაც თავი რაც აქ რაც გამიკეთა ეს 2 იმპლანტი, არაფრის დიდებით თავები არ ჩანს, რავი, სად არის. რამე არასწორად გააკეთა, მაგან რაღაცა იმაიმუნა, მაგან რაღაცა ვერ გააკეთა და ის საბუთიც იმიტომ არ მომცა, მაგრამ მე რო ჩავალ იქ, მე მაგ საკითხს სხვანაირად მოვაგვარებ. უბრალოდ იცით რა არის, იქ ყოფნის პერიოდში მე ყველაფერს იმას ვიზავდი, მაგას მოვაგვარებდი მაგ საკითხს, მაგრამ აი ამ დამპალმა ჩემმა იმან პატრონმა ესე რომ მომიშალა ნერვები და გავხდი წამოსასვლელი, ხო უბრალოდ დრო არ მქონდა რომ მიმეხედა მაგ ექიმისთვის, მაგრამ იქ როცა ჩავალ, ერთსაც მივხედავ და მეორესას მივხედავ ერთი სიტყვით. ეხლა ეს ზედმეტი რაღაცეები მე უცბად გავამშრალა, ესე უცბად ვამშრალებ ხოლმე, რომ ადგილი არ დაიკავოს ბევრი რა. მაშინვე შევინახო, თორე ისეთი სიმიწროვეა აქ, ისეთი პატარა სამზარეულოა, რომ რა ვიცი რა. რა ვიცი. ერთი სიტყვით ამის თავსახური. აბა ამას გავრეცხავ ეს წუთით. აი აქ ვინახავ ხოლმე. ქვაბები აქ მაქვს ხოლმე. ისე კარგად ვიყენებ ამ ქვაბებს. საერთოდ არ შავდება, ისეთი კარგი ქვაბებია. არც იკრავს, აქ ფლავის გამიკეთებია ამაში. ეს ცოტა დაბალია, არც იკრავს. არა, ძალიან კმაყოფილი ვარ, კიდევ კარგი ვიყიდე. აეროგრილი მიდევს ეგრე, ვერ ვიღებ. იმიტომ რომ ადგილი არ გვაქვს. რავი აბა. ბევრი რამე მაქვს გამოსაღები და ბლენდერები და რაღაცეები, მაგრამ ვერა, მოკლედ თევზი უნდა შევწვა ახლა მე ამ თევზს. მას ვიზავ. ეს მწვანილიც გასარეცხი მაქვს. ეს მწვანილი სალათისთვის მინდა, კაი ეს მოიცდის ჯერ. მოკლედ. ასე. გაყინული თევზი ვიყიდე, ჩვეულებრივად გავალღვე ახლა და ამას რო გავაკეთებ, ამასაც შევწვალ. უცბად. ეს აი ხალხო, რა ვიცი, რა უნდა ხდებოდეს ისეთი არაფერი. ახლა ამის მერე რაღაცებს როცა შევიძენ ხოლმე, ну გაჩვენებთ ახლა აქ ყოფნის პერიოდში მე ეტაპობრივად ახლა ყველაფერს ერთ ვიდეოში ვერ ჩავდეღო ასი. ჯერ მოვედი იმისთვის რომ გითხრათ სად დავიკარგე და გითხარით რომ მოგზაურობდი. მოგზაურობაში ვიყავი ხან სოფელში, ხან იქ და მოკლედ ამიტომ დავიკარგე და თან როგორიც ის გადაჩვევა ამ ვიდეოებმა ერთი პერიოდი თუ შეწყვიტე ვიდეოების ჩაწერა, მე თითქოს გეზარებასავით, აი თითქოს რაღაცა
ვეღარ იწერის ვიდეოს და ერთი აკრიფე და დაიწყე ჩაწერა, მე მიდის ეგრე რა. დავისით. მე შენ თვითონვე გიჩდება იმის სრული რომ კიდე ჩავწერო და მეთქი გამოვჩდეთ ხო ხალხს საინტერესებს სად დავიკარგე, რას ვაკეთებ. არაფერს სახში ვზივარ, ხან ალთას ვარ, ხან ბალთას ვარ. ტრიალებს სამზარეულოში საჭმელებს ვაკეთებ. ესე ვისვენებ და რაიმე რა კარგი ყოფილა ხალხო, როდგები და იმაზე საფიქრალი არ გაქრო. მე ავდგებებოს გამოუცვალო, დავალაგო, პატრონი არ დამადგეს თავზე, წესრიგში იყოს ყველაფერი. ყლაპე, ამას რო აღარ ვიძახი, ვაიმე როგორ დავისვენე ხალხო. ხო და ამდენი წელია რომ ამ სფეროში ვარ ხალხო რა, აღარ მინდა და კაროჩე დავიწყებ რა მარკეტში ჯერ ესე, ეხლა იცით მარკეტებში რაც ხდება ეხლა, მოლარეც ხარ, კონსულტანტიც ხარ, იქ ალაგებ კიდევაც რაღაცებს მოიტანე, უნდა შემოზიდო. მე ხო იცით მაგის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ უბრალოდ იმის გამო დავიწყებ და ავიტან დროებით მაგ ყველაფერს, რომ ეგ სფერო ავითვისო, შევითვისო რა, გაყიდვების რაღაცა, თვითონ ის პროგრამაზე მუშაობა რა, ვისწავლო ერთი სიტყვით და რაღაცა იქნება, მოკლედ, კარგი გეგმები მაქვს. გეგმებზე მე ვისაუბროთ ერთი სიტყვით. მოკლედ, ამის მერე ვეცდები ხოლმე რომ ვიდეოები ჩავწერო მალმალე და აღარ დავიკარგო. ხოლაც ვეცდები რომ ჩავწერო. თუ რაღაცას ვიყიდე ხოლმე გაგიზიარებთ, რა ფასად ვიყიდე, ჩემ შეხედულებებს გეტყვით ფასებთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით და მოკლედ, რა ვიცი, ვფიქრობ რომ საინტერესო ვიდეოები გვექნება იმასთან დაკავშირებით, რა შთაბეჭდილებები მაქვს თუნდაც ფასებთან დაკავშირებით. ბევრი საკითხია ისეთი, რომ რაღაცნაირი ისეთი შთაბეჭდილებები დამრჩა, მოკლედ, ერთი სიტყვით. ეს ყველაფერი ეტაპობრივად. აქ ვარ, კარგად ვართ ღმერთის წყალობით და ყველაფერი კიდევ უფრო კარგად იქნება. ასე რომ მე ხა დროებით დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ არ მცალია. საჭმელებს სალათი უნდა დავიწყო, ახლა სალათს გავაკეთებ და მე კიდე შეგეხმიანდებით ერთი სიტყვით. კიდე გამოვშდებით. დროებით დაგემშვიდობებით ახლა და შევხვდებით მომდევნო ვიდეოში. ნაყვამდის.